ქვეპროგრამა წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს 2024 წელსაც გრძელდება. სამიზნე ჯგუფებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები წარმოადგენენ, რომლებიც ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების სტუდენტები, ასევე ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების ბაკალავრი, მაგისტრი და ავტორიზებული სამედიცინო სტომატოლოგიური დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების რეზიდენტები არიან. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება ბოლოს სემესტრში მიღებული 100-ქულიან შეფასების სისტემაზე მაქვს საუბარი ქულების საშუალო მაჩვენებლის ოდენობით. თუ პირობითად სტუდენტის საშუალო მაჩვენებელი ბოლოს სემესტრში არის 80-დან 90-მდე, მაშინ მას შეუძლია მოიპოვოს დაფინანსება 500 ლარის ფარგლებში. თუ მისი საშუალო მაჩვენებელი არის 90-დან 99-მდე, შეუძლია მოიპოვოს დაფინანსება 700 ლარის ფარგლებში. მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში და საუბარია უკვე 99%-იან 100-ქულიან დაფინანსება, 100-ქულიან შეფასებაზე მოიპოვეს 1125 ლარის ფარგლებში ფინანსურ მხარდაჭერას. რაც შეეხება რეზიდენტებს, სამედიცინო დაწესებულების და სტომატოლოგიური მიმართულების რეზიდენტებს, დაფინანსების მოპოვება ხდება დიპლომის შემდგომ ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით. პროფესიული საგანმანათლებლობის შემთხვევაში დაფინანსების ოდენობა შეადგენს 300 ლარს და რისი თქმა მინდა ამ პროგრამის ფარგლებში ფაქტურად ჩვენ უწევთ ფინანსურ მხარდაჭერას ყველა მიმართულების სტუდენტს, პროფესიული, უმაღლესი საგანმანათლებლობის სტუდენტს, ასევე რეზიდენტებს სამედიცინო და სტომატოლოგიური დაწესებულების. წლის განმავლობაში განცხადებების მიღება 4 ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპის განცხადებების მიღება 6 თებერვლიდან დაიწყო და 1 მარტს დასრულდება. პროგრამის მეორე ეტაპი მაისის თვეში, განცხადებების მიღების მესამე ეტაპი კი 15 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება. რაც შეეხება მეოთხე ეტაპს, იგი ნოემბრის თვეში იგეგმება. რა თქმა უნდა, წარმატებულობა სტუდენტების მნიშვნელოვანია, აუცილებელია ქულები, მაგრამ იმ ეტაპისთვის, როცა სტუდენტის დაფინანსება სამინისტროს მხრიდან ხდება, მას აუცილებლად უნდა უფიქსირდებოდეს სასწავლებლოში დავალიანების არსებობა და საჭიროება ფინანსური დახმარებისა. მოხდება შესწავლა ამ განაცხადების დოკუმენტების დამუშავება და 10 სამუშაო დღის შემდეგ გადაწყვეტილება იქნება მიღებული და შესაბამის სასწავლებლებში სტუდენტებს ჩაერიცხებათ შესაბამისი თანხა. პროგრამა ასევე რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებზეც ხორციელდება. განცხადებები მიიღება როგორც ონლაინ, ასევე განათლებისა და კულტურის სამინისტროში. ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ სამინისტროში უნდა შეიტანოს სტუდენტებმა, უნივერსიტეტის მიერ ბეჭდით დამოწმებული აკადემიური მოსწრების ფურცელია. რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოგზავნა პოსტის მეშვეობით შეუძლიათ. წელს სიახლე გვაქვს, რომ აკადემიური მოსწრება ჩვენთან დაფინანსების ზღვარი, ქვედაზღვარი იყო 80% და 80-დან ზემოთ იყო კატეგორიები დაფინანსების. წელს დაემატა 70-დან 80%-ის ფარგლებში აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დაფინანსება, ოღონდ ისინი უნდა განეკუთვნებოდნენ გარკვეულ კატეგორიას, ეს არის სოციალურად დაუცველები, მობოლი სტუდენტები, მრავალშვილიანი ოჯახის შვილები, ვეტერანთა ოჯახის შვილები, არის აუტიზმის სპექტრის გარკვეული კატეგორიის დაავადების მქონე სტუდენტები და ყველა ეს ინფორმაცია თავისი კატეგორიებით მოცემული არის ჩვენს ვებგვერდზე. ამ სტუდენტებსაც ეძლევათ წელს შესაძლებლობა მიიღონ დაფინანსება 500 ლარის ოდენობით დავალიანების არსებობის შემთხვევაში. კალენდარული წლის განმავლობაში სტუდენტებს პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ერთხელ, ხოლო მთლიანი სასწავლო პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ. ინფორმაცია პროგრამაზე, დოკუმენტებზე და პირობებზე განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და სამინისტროს Facebook გვერდზე. ორჯერ ვიყავი ამ კონკურსის მონაწილე. ქვეპროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ვებგვერდიდან გავიგე დაფინანსების შესახებ წარმატებული ახალგაზრდა სტუდენტების მაღალი კონკურენციის ფარგლებში, მაღალი ქულების კონკურენციის ფარგლებში მოხდა შერჩევა. ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ ვარ დაფინანსებული ამ პროგრამით. ინტერნეტის საშუალებით მე მოვიძიე, სხვადასხვა დაფინანსებები მაინტერესებდა და ასე ვთქვათ, შემთხვევით წავაწყდი ამას, რომელიც მე მერგებოდა ესე.